ნახეთ რა საოცრად არის გაშლილი ჩვენი სუფრა და ბუნებრივია რომ ალბათ მიხდებოდით გადაცემას ვიწყებთ ძალიან საინტერესო თემით და საჭირო თემით ეს არის საახალწლო სუფრა და რა თქმა უნდა განწყობაც ასეთი ამაღლებული გვაქვს საახალწლო სუფრა რომელიც პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტმა აგროჰაბმა შემოგთავაზა და სტუდიაში თქვენ ხედავთ სწორედ აგროჰაბის მზაკერძებით სავსე საახალწლო სუფრას რომელსაც ჰიპერმარკეტი ყოველ წელს გთავაზობს ტრადიციულად აი ნახეთ ძალიან ბევრი რამ არის ისეთი ქართული ტრადიციული კერძები რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია მათ გარეშე სანამ სტუმრებზე გადავალთ სასაუბროთ მანამდე რჩევებსაც მივცემ ჩვენს მაყურებელს 2026 წელი არის ცეცხლოვანი ცხენის წელი ენერგიის სისწრაფის წისვლის სიმბოლო და სუფრაზე უნდა დომინანტობდეს პასტელური ფერებიო თუ ჩვენ უნდა ჩავიცვათ წითელი და ოქროსფერი სუფრა უნდა იყოს შენ ამას ხაზგასმით ამბობდი რომ წითელი და ოქროსფერი უნდა ჩავიცვათ აი მე ვიზრუნე ამ საკითხს ოჯახ მარიკასის უკვე ახალი წელი დადგა ასეთი სუფრა რო გაიშლება ახალი წელი თავისთავად მაგრამ სუფრა უნდა იყოს აი როგორც გითხარით პასტელური ფერებით ეს იქნება თეთრი მწვანე და პროდუქტების და დეკორაციების შესაბამისად უნდა შეესაბამებოდეს ცხენის წელს ახლა თივას ვერ დავყრით სუფრაზე მაგრამ რაც იქნება შესაძლებელი ყველაფერი უნდა იყოს გვინდა ჩვენი სტუმრები წარმოგიდგინოთ აგროჰაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ირინა ონაშვილი რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობს და ასევე მარიან ნემსაძე აგროჰაბის წარმოების ბრენდ მენეჯერი მოგესალმებით გამარჯობა მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს ირინა მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი სუფრა შემოგთავაზეთ ხო? რჩევები ახსენე და არ ვიცი ხა ჩვენი აგროჰაბის საახალწლო სუფრის კერძების შემოადგენლობა ემთხვევა თუ არა, რასაც ასტროლოგები გვირჩევენ, თუმცა ჩვენ მარიამთან ერთად იმისთვის მოვედით აქ, რომ გაგიზიაროთ წელს რა განსხვავებული და განსაკუთრებული კერძებით არის დაკომპლექტებული აგროჰაბის საახალწლო სუფრა, რომელსაც მომხმარებლები შეიძენენ. ბუნებრივი მასალები და დეკორაციებისგან არის ახლა სუფრა, ხო, რასაც ვუყურებთ გაფორმებული. მხრივ შევეცადეთ, რომ თვალი გვედევნებინი მივყოლოდით ასე ვთქვა ასტროლოგების რჩევებს. დავიწყოთ ახლა შეკითხვები, თებერვლის შეკითხვა დეტალურად გიორგი. მე როგორც ესე იგი ყველაზე გურმანი, მაგრამ მუდმივად დიეტაზე მყოფი ადამიანი, მაინც კითხავთ, რა სახეობის საახალწლო მზასუფრას სთავაზობს აგროჰაბი მომხმარებელს, მე თქვენი მუდმივი მომხმარებელი ვარ, თუმცა ეს განვმარტოთ უფრო დეტალურად, იმიტომ რომ ახალ წელს როგორც ჩვენმა ეკომ აღნიშნა და მარიკამ სამზარეულო შტრიალი ეზარებათ. და აი როგორ უნდა მოვიქცეთ რა საერთოდ არ გითხავს ასეთი რამე. მე ვიგულისხმე ეს. რაც არ უნდა ვიტრიალოთ გიორგი, ამას მაინც ვერ შევქმნით და რაც შევქმნა აგროჰაბმა ამაზე თქვენ უნდა გვიპასუხოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აგროჰაბის სამზარეულო ზოგადად ძალიან გამორჩეული კერძებით, გამორჩეული გემოებით არის განსაკუთრებული, რომელიც ძალიან უადვილებს სამზადის დიასახლისებს სახლში. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ახალი წლისთვისაც განსაკუთრებული სუფრა შეგვექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის. ეს არის საახალწლო სუფრა, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა იმ კერძით, რასაც ჩვენ სახლში ვაკეთებთ ისედაც და გათვლილი არის პორციულადაც ძალიან კარგად დაახლოებით 6 ადამიანზე. აი ძირითადად ეხლა საახალწლო სუფრას რაც ჭირდება, ეს არის ამ საახალწლო ნადიმში, ეხლა რაც არის ერთი სახეობის სუფრა. წარმოდგენიათ, აი ჩვენ როგორ რასაც ვართ მიჩვეული ტრადიციულად, რა რაღაცები მზადდებოდა ოჯახში და მე მეორე და მესამე დღეს როდესაც წავიღოთ და ფუჭდება ყველაფერი ეს მეორე დღესაც დაგრჩება თუმცა აი რაღაც კონკრეტულად იმ დღისთვის აი ყველა სახეობა არის წარმოდგენილი საქართველოში 15 დღე არის დღესასწაული და მეორე დღეს მე რომ შემოგაკვდებათ კიდევ შეგიძლიათ შეავსოთ სუფრა კი თუმცა ეს მოიცავს მაინც რაღაც ძირითად აი კონკრეტული დღისთვის კი გეგმიურად რა უნდა იყოს სუფრაზე აუცილებლად რაც თავარი არის პირველ რიგში აგროჰაბში კერძები ყველა მზადდება ტრადიციული ოჯახური რეცეპტებით, ზოგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცოტა იმპროვიზაციებითაც, მაგრამ რაც თავი, როდესაც გასინჯავთ, ყოველთვის გექნებათ განცდა, რომ ეს მომზადებულია სახლში, სიყვარულით, საგულდაგულოდ თქვენთვის, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ყველაზე მეტად განსაკუთრებული რითიც არის ეს ჩვენი სუფრები არის ის, რომ ფაქტიურად ერთად არის თავმოყრილი აგროჰაბის წარმოების ყველა მიმართულება ცალკე, რომელიც ჩვენმა მომხმარებლებმა იციან კარგად, მაგალითად სულგუნი და ხალმაკეთი ყველი არის ჩვენი ბძის საწარმოდან კი ბატონო ჩვენი საწყობიდან ძალიან საინტერესო რამე რომ სუფრები შეიძლება დაიყოს სექციებად და სახეობად ეს არის ერთი სახეობის სუფრა ეს არის ნადიმი წარმოდგენილი თუმცა არის ხუთი სახეობის სუფრა ეს არის საახალწლო
ძირით სახელმწიფო სუფრა არის ერთი ძირითადი, შემდეგ არის ნადიმი, რომელიცაც ახლა აქ თქვენ ხედავთ, არის ასევე საფირმო სახელმწიფო, რომელსაც კიდევ უფრო განსხვავებული კერძები აქვს შემადგენლობაში და მარიამს უნდა ვთხოვო, რომ მე ესეთ ძალიან დეტალურად ვერ ვარკვევი და ამიტომ აი რითი არის ეს სუფრები რაღაცა განსხვავებული, მაგას უფრო დეტალურად გვეტყვის. კი ბატონო და მაყურებელს აქვე შევახსენებ იმასაც, რომ უკვე დაწყებული არის სუფრების შეძენა 17 დეკემბრიდან, რომელიც გასტანს 27 დეკემბრის ჩათვლით. ეს მათ შეუძლიათ სუფრების შეძენა ჩვენი საიტის დახმარებით ან აპლიკაციის მეშვეობით და უნდა გაითვალისწინონ ის, რომ შეზღუდულია რაოდენობა და აუცილებლად ჩაგიჭრები. ესე იგი მე ყოველდღიური მომხმარებელი ვარ თითქმის თქვენი და ვიცი რამდენი ხალხია და ეხლა წარმოდგენილი მაქვს ამ გადაცემის მერე რა მოხდება და ასე რომ უნდა გაითვალისწინოთ ასე ვთქვათ სუფრების რაოდენობა ასევე შეთავაზების საიტზე შესვლის დროს და შეძენის დროს შეუძლიათ სპეციალური ბანკის შეთავაზებითაც ისარგებლონ მომხმარებლებმა რაც გულისხმობს 25%-იან ფასდაკლებას და ასევე მიუთითონ თუ უნდათ კურიერის მომსახურებით ისარგებლონ თუ თვითონ გაიტანენ იმ ფილიალიდან სადაც ისინი დადიან. მოკლედ კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს 17 რიცხვიდან 27 რიცხვამდე, ანუ დაწყებულია უკვე რამდენიმე დღის შესაძლებელია შეკვეთა საახალწლო სუფრის ზუსტად ისეთის როგორც თქვენ გნებავთ, ან ესეთი ზოგადი ხო, რასაც თავაზობთ. სხვადასხვა სახეობა რაც ჩამოვთვალეთ და ასევე დამატებული აქვს კეითერინგის მიმართულებაც, რომელზეც მარიამი იტყვის. ეს კონკრეტული ახლა თქვენ რასაც უყურებთ არის ჩვენი საახალწლო ნადიმი. ანუ ნადიმია გაშლილი ჩვენ. ზოგადად არის თუ რა ნადიმია ნამდვილი. ტრადიციულ სუფრაშიც შეხვდებით ამ ძირითად კერძებს, რა თქმა უნდა, ნადიმში უფრო მეტი მრავალფეროვნება არის. აი აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა კერძები ცალ-ცალკე გავიაროთ თუნდაც. როგორც გითხარით, ფაქტურად ყველა მიმართულება არის წარმოდგენილი, ყველით დაწყებული, ჩვენი მაგალითად თევზის კულინარიის მიმართულებიდან ნაკლებმარილიანი, ორაგული, ნიგუზიანები აუცილებლად, რომელიც ძალიან უყვარს ჩვენ მომხმარებლებს. მე ვარ თქვენი მხალეულის, აი ნიგუზიანი ბადრიჯნის და ნიგუზიანი სალათების მოხმარებელი. შეხვიცი მე აი სოფლებში დავდივარ მithumetes სამეგრელოში და იქიდან მომაქვს ყველი, მაგრამ იცოდე. აგროხაბი, სულგუნი არის ყველაზე საუკეთესო საქართველოში, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრა. გეთანხმებით თან, აქ უკვე გამორიცხულია ყველა ის დაუშვათ რაღაცა სირთულე, რაც ახლავს სახლის პირობებში გაკეთებულ რძის პროდუქტებს, აქ პასტერიზებული რძით მზადდება ყველა რძის პროდუქტი. ტოლმა არ არის საახალწლო კერძი, მაგრამ მე უკვე წლები ავჭამ ხორცს, მაგრამ როდის მაშინ ავჭამდი ტოლმის სპეციალურად ტოლმისთვის მივდიოდი ხოლმე აგროჰაბში. ჩვენი ტოლმაც ძალიან უყვართ და ამანაც მოიტანა მისი ამ სუფრაში ჩასმა და ასევე აღნიშნავ თუნდაც ცხელ კერძების ნაწილში, მაგალითად ჩაშუშულიც კი ჩვენივე ფერმის შავი ანგუსისგან მომზადებულია, საწებლებიც კი ჩვენივე. თან იქ ხედავთ როგორც მზადდება, ესეც მნიშვნელოვანია, რომ დახურული არ არის სამზარეულოს ნაწილი და პირდაპირ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ეს რაღაცა მეტ დამაჯერებლობას მატებს ხოლმე თუ რა არ ვიცი, მაგრამ ნუ ხედავთ ფაქტია რომ სუფთად და აბსოლუტურად მაქსიმალურად ისე მზადდება როგორც უნდა იყოს დამზადებული. მოდი აღვნიშნოთ ისიც რომ რამდენიმე წელია უკვე ეს მომსახურება გაქვს კეითერინგის ზოგადად საახალწლო სუფრების მე სხვათა შორის ბევრჯერ გამიგია ჩემი მეგობრებისგან წინა წლების განმავლობაში რომ სუფრას უკვეთავთ აგროჰაბში. ზარმაცებისგან. კი, აი უკვე მე 7 წელია პრიაზაგაშება გითხარით. ხო, მე 7 წელია რაც ამ შეთავაზებით სარგებლობენ ჩვენი მომხმარებლები და ძალიან სამაყო ფაქტია ის რომ ასობით ადამიანი არსებობს ვინც აი ყოველწლიურად ესე ტრადიციულად იძენს აგროჰაბის სუფრას მზა ჩვენი მზა კერძებით და ეს მართლა ძალიან სამაყო და საინტერესო ამბავია. რადგან თქვენ თქვით რომ ხუთი სახეობის სუფრა გაქვთ ძირითადად ხო ეს ნადიმი გვაქვს საახალწლო და ასე შემდეგ. ანუ შეკვეთის დროს უნდა დავაკონკრეტოთ რომელი სუფრა გვინდა, მერე მიდის უკვე დეტალური შეკვეთა და ამის მიხედვით ხდება სორტირება, ასე ვთქვათ, რა შეკვეთა მიგაქვს ადგილზე. განსხვავებული ყველა ვფიქრობ იპოვის თავის არჩევანს, როგორც უფრო პატარა სუფრით დაწყებული ნადიმ, ამაზე უფრო დიდი სუფრა, საფირმო სუფრა ჩვენი რომელიც ანუ რამდენ კაციანი 12 ადამიანზეა მეტი მრავალფეროვანი კერძებით, მათთვის ვინც მეც სტუმარს ელოდება სახლში, სამარხო სუფრა, განსაკუთრებული თევზის კერძებით და ამ ყველაფერს თქვენ შეთავაზების დროს გაქვთ არჩევანის საშუალება, რომ უკვე დაკომპლექტებულ სუფრას დაამატოთ კიდევ ექსტრა პროდუქტები, ეს შეიძლება იყოს გოჭი, ზუთხი, თუ დამატებით გაუჩნდა მომხმარებელს სურვილი, რომ ნამცხრობი, რომელიც ჩვენი საკონდიტროდან არის და ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება, გოჭი, ზუთხი და ეს
დამატებითი ექსტრა პროდუქტი. ირინა, თქვენი ფავორიტი სუფრა, აი ხო თქვით რომ 7 სუფრა გვაქვს. თქვენი ფავორიტი 5 ფავორიტი და როგორი არის რეკომენდაციები? მეც ამიხარია რომ ახლახანს კომპანიას ახალი პროექტი გაკეთდა ასე ვთქვათ კეითერინგის მიმართულებით და აი მე რადგანაც არ ვარ ესეთი ტრადიციული რაღაცნაირი ეს სუფრის მოყვარული რომ აი საწებელი არა ნორმალი ვარ თუმცა ის სახლში რაღაც ესეთი ტრადიციული მიმართულებით არასდროს არ ვშლი სუფრას ამიტომ ჩემთვის მისაღები არის მაგალითად კეითერინგის სუფრა ასეც მარიამი უფრო კარგად ისაუბრებს კეითერინგი რეალურად ახალი პროექტი არის აგროჰაბისთვის რაც გულისხმობს როგორც გასტრონომიულ გამოცდილებას ისე სერვისით მომსახურებას სრულად როგორც სახლში პატარა შეკრებებს მეგობრებთან ერთად ისე სრული დიდი ღონისძიების ორგანიზებას ანუ მუზეუმში შემიძლია დაკპატეჟო საკვები გიორგისთან მუზეუმში ესე რომ მოგზადდეთ კი როცა გამოფენების გახსნა გვაქვს მუზეუმში ბატონო არაერთი ესეთი ღონისძიება გქონია და ხო და ჩათვალეთ რომ დაუმეგობრდეთ შეკრების მომსახურებად შედის ზუსტად ამ კეითერინგის სამსახურში რაღაცა თავისი წვლილი შეეტანა ამ პროექტსაც სუფრებში და მათთვის ვისაც სახლში ტრადიციული სუფრები არ უნდა მარტივი კანაპეებით დაკომპლექტებული ძალიან გემრიელი ძალიან ლამაზი მოდი კარგად გავმართოთ ირინა ანუ როცა გინდა აი 20 კაცი დაპატიჟო და გეზარება ეს უზარმაზარი ქართული ტრადიციული სუფრა შეგვიძლია დაგირეკოთ თქვენ და ამ 20 ადამიანის საიძებე შესაძლებელია ეხა საახალწლო სუფრის შეძენა თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც რომ გარდა ახალი წლისა ანუ ჩვენსავე საიძე შეუძლია მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სუფრები უკვე მზა სუფრები კეითერინგის ნაწილში შესაძლებელია აი თუნდაც რაც ნებისმიერ საბავშვო ღონისძიებიდან დაწყებული რაც ალბათ არჩევანი იქნება იგივე ძალიან პრივატული რაღაცა პატარა რაღაც შეხვედრით დაწყებული უზარმაზარი მეზარება შემიძლია უზარმაზარი რაღაცა ძალიან დიდი ღონისძიებით დასრულებული ანუ კეითერინგს აქვს სრული მომსახურება ამ ხრივ გიორგისთან მოხვდებით ეხლა თავარი არის რომ თადარიგი დაიჭიროს ყველამ იმიტომ რომ მე აგროჰაბში ისეთ რიგებში ვარ ნამყოფი ახალწლის მოხმობის დროს ყველას ვიჭერ რომ უკვე დროა დავიჭიროთ თადარიგი გამოძახების შემთხვევაში თუ შეიძლება აქვე დავამატებ რომ ესეთ ქუთაისში იცით რომ ახალი ფილიალი გაჩნდა აგროჰაბის თავისი თავარი ასე ვთქვათ კონცეფციით და ტრადიციული ხარისხით 26 ნოემბრიდან უკვე ქუთაისელებიც სარგებლობენ აგროჰაბის მომსახურებით ასე ვთქვათ და ახლა უკვე სუფრების ნაწილში რომლებიც შეუძლიათ რომ ასევე შეიძინონ და მათაც ზუსტად მიუვათ ან კურიერის დახმარებით ან ქუთაისის ულამაზეს ფილიალში გვესტუმრებიან რომელიც მართლა ძალიან განსაკუთრებული იყო და ესე პომპეზურად გავხსენეთ ასე ვთქვათ ქუთაისის ფილიალი და აქვე ვიტყვი იმასაც ჯერ ეს ინფორმაცია არ გაშღერებულა თუმცა ვიტყვი ქუთაისელებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით ამ საახალწლოდ და აუცილებლად უნდა გვესტუმრონ ამ ახალი წლის დღეებში იმიტომ რომ მათ მართლა საოცარი შეთავაზებები და ამბები დახვდებათ ფილიალში ესე იგი ქუთაისლებს რო გააკვირვებს აგროჰაბის სუფრა აქ უკვე ყველაფერი ნათელია იმერულ სუფრასაც რომ ხო განსხვავებული არის აქაც ხედავთ ბევრ რაღაცებს იმერული სუფრიდან კი ბატონო და არა მარტო იმერული მეგრულიდანაც ჩემოც ხო ნუ ხარჩო არ არის ხო ხედავთ მოკლედ უნდა დავიჭიროთ თადარიგი ეს არის თავარი იმიტომ რომ თქვენ საიტს ახლა შეესება დიდი რაოდენობის ხალხი და დროზე ვიცოდეთ რომ ბოლოს 31-ში ბოლო წამებში გადაწყვეტა დაგვიანებული მეგობრებო ახალი წელი გება სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჩვენთან დამდგარია ნადიმი გაშვილი გვაქვს და ასე შემდეგ 10 დღეც არ დარჩა და ამიტომ მიჩქარეთ სუფრა ყველას უნდა და გემრიელი ყვება ასე ვთქვათ ახალ წელს ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის და ამ საახალწლო განწყობისათვის რაც აგროჰაბის უბრით შემოიტანეთ ჩვენ სტუდიაში ყველას ნერწყვი მოგვედგა მაყურებელს კი შევახსენებთ რომ თუ ახალ წელს გინდათ ნაკლები დრო დაუთმოთ პროდუქტების ყიდვას და შემდეგ სამზარეულოში ტრიალს აგროჰაბმა იზრუნა და გვთავაზობს უკვე მზა კერძებისაგან გათვლილ და გაწყობილ სუფრას რომლის შეძენაც შეგიძლიათ აგროჰაბის ონლაინ მარკეტში საიტზე 27 დეკემბრის ჩათვლით. თქვენ კი შეგიძლიათ ძვირფასი დრო დაუთმოთ საჩუქრების შეძენას, ძვირფასი ადამიანების ან სხვა საახალწლო სამზადისით დაკავდეთ და შვიდად შეხვდეთ როგორც ჩვენმა ეკომბრძანა ცეცხლოვანი მუსტანგის წელს. ოჰო, მუსტანგიო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია ის სუფრა ეხლა რა ძნელია ამ მაგიდიდან იქით ამ მაგიდაზე გადახვიდე.